დღეს 4 თებერვალია და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირების გაზრდას და პრევენციის მიზნით დროულ დიაგნოსტირებას. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ბერდი ანდრია ფონდის დამფუძნებელი ქაბუტო ინციდენტი ჩხუმიანი. დილამშვიდობის ქაბუტო ინციდენტი, მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. Პირიქით მადლობა თქვენ რომ ყოველთვის ესე აქტუალურ თემებს გააშუქებთ ხოლმე და გვიწვევთ თქვენ სტუდიაში მიყვარს თქვენთან სტუმრობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობთ ქაბუტო ინციდენტი. როგორც აღნიშნეთ, დღეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება და თქვენც აქტიურად ხართ თავისთავად ჩართული თქვენი ფონდი და მრავალ შვილს, მრავალ პაციენტს, ასე ვთქვათ, თქვენ ხელს უმართავთ, უწყობთ ყველანაირად, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ჯანმრთელობის კუთხით, ასევე მორალურად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის და ოჯახებისთვის, ხომ? რომ გითხრათ თქვენი ფონდის შესახებ და ზოგადად იმ სიახლეების შესახებ ამ კუთხით, რაც შეიძლება რომ ვისაუბროთ დადებით ჭრილში, როგორ მიმდინარეობს განვითარების ეტაპები და საფეხურები. დიახ, დღეს 4 თებერვალი არის და კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეთ და 2000 წელს 26 წელია. დიახ, 26 წელია. ჩვენ 2014 წლიდან შევუერთდით აი ამ კამპანიას. ეს დღე დაარსა კიბოს კონტროლის კავშირმა საერთაშორისო და იმ დღიდან ეს ორგანიზაცია ცდილობს რომ სოფლიოში მიაწვდოს ხმა და ჩვენც ვართ აი ერთ-ერთი ხმა და მათ აქვთ ესეთი რუკა რომელ რუკაზეც არის აღნიშნული რომ ამ დღეს საქართველოში ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი აღნიშნავს მათთან ერთად. რა თქმა უნდა ეს არის იმისათვის რომ ძალიან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ, თუმცა ჩვენ გვაქვს ესევე სიცოცხლის ფესტივალი, რომელიც მთელი სექტემბრის მანძილზე მიმდინარეობს და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ ჩამორჩეთ მსოფლიოს და ყველა ეს აქტუალური თემა ჩვენც მათთან ერთად ავღნიშნოთ. და ამას აკეთებს ბერი ანდრიას ფონდი უკვე 2011 წლიდან და ღვთისშეწევნით და წყალობით ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიერთეთ, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის და ამიტომ გამოგვდის რამე და მიმინდა ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჯერ ჩემს გუნდის წევრებს, როდესაც ჩვენ ვიყავით სულ 3 ადამიანი და დღეს უკვე 18 ვართ, რომლებიც 24 საათის რეჟიმში ეხმარებიან ბავშვებს და ჩემს გვერდში დგანან. მე მინდა მათ უდიდესი მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადაუხადო. ესე გამოდის რომ ყოველთვის მე მარტო ჩანვარ და ძალიან გული მწყდება, ჩემს უკან 18 ადამიანი დგას, რომელიც ჩემ გვერდში ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც მე. რაც შეეხება ფონდის, რა თქმა უნდა, ესე რაღაც გამოყოფილი დღეები არსებობს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში და ჩვენ მაშინ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, თუმცა ფონდი მთელი წლის მანძილზე ყველა დღე არ იცვლება არაფერი. ერთი და იგივე დოზით ვაკეთებთ ყველაფერს. აი ვცდილობთ, რომ ყოველი დღე ჯერ ბავშვისთვის იყოს ძალიან განსხვავებული, საინტერესო, არა მხოლოდ მკურნალობა, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ბავშვი მხოლოდ მკურნალობის ეტაპებს გადის, მისთვის ხო ისედაც ტკივილიანი არის და სულ ვცდილობთ, რომ კარგი ემოცია გქონდეს ბავშვს ყველაფერთან ერთად და დადებითი ემოციები თავისთავად უკეთესობისკენ. დიახ, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და ნუ რა თქმა უნდა ადამიანების ჩართულობა და ხმარება უმნიშვნელოვანესი არის, იმიტომ რომ ახლა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი არ არის რაღაც ისეთი მომგებიანი კომპანია, რომელიც რაღაც თავისით თუ გამოიმუშავებდეს რამე ესეთ მნიშვნელოვან თანხებს. თუმცა ამაშიც ჩვენ რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და ჩვენ თვითონაც ძალიან ბევრ პროექტებს ვანხორციელებთ, საიდან შემოსული თანხაც ისევ ბავშვებთან რჩება და მხოლოდ შემოწირულობებზე არ ვართ დამოკიდებული. ეს ყველაზე ესეთ დიდი იგივე კამპანია 111 ყველას კარგად ახსოვს, ჩვენი ეთერის მეშვეობითაც არაერთხელ
გვირგვანს ამის შესახებ და მხარდამჭერი ამ კამპანიის და აუცილებელია ნამდვილად რომ ქვეყნის მასშტაბით არა მხოლოდ ორგანიზაციებს ეხება ეს, არამედ ყველას თითოეულ ჩვენგანს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ მცირედი თანხით მოახერხოს ის, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს, შეიძლება ასე ითქვას, იმ კეთილ საქმეში, რომელიც აუცილებელია მოყოს ის სიყვარულისთვის და მათი მხარდაჭერისთვის. ყოველ თვეში კონკრეტულ რიცხვში, ხო? დიახ. თუმცა ეს კონკრეტული რიცხვი პირობითი არის კამპანიის სახე რო ქონოდათ, იმიტომ ბევრჯერ იყო ხოლმე კითხვები სხვა დროს ხო შეიძლება რომ ჩავრიცხოთ, რა თქმა უნდა, შეიძლება და კიდევ არ კითხვები მეტი რო ჩავრიცხოთ თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, ესეც არის შესაძლებელი. უბრალოდ ჩვენ მართლა გულწრფელად მხოლოდ ლარს ვითხოვთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ის მიზერული თანხარის, რომლის გაღება ყველა ადამიანს შეუძლია წელიწადში გამოდის 12 ლარი და აი უდიდეს საქმეს გააკეთებენ და ჩაიდენენ აი ამ ჩვენთან 1 ლარის ჩარიცხვით ჩემი შვილის დღის გალამაზებასი და მისი სიცოცხლის გადარჩენაში მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს და რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი და ჩემთვის ყველაზე მთავარი мотиваცია ამ კამპანიის არის ის რომ ძალიან მარტივი და პატარა თანხით, მაგრამ ძალიან ბევრნი რომ გავერთიანდეთ და არ ვიყოთ რაღაც მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის, სხვადასხვა კომპანიებისთვის და აი ამიტომ მოვიფიქრეთ ესეთი რამე ძალიან საყვარელი კამპანია არის. თანხა ყოველ თვეში რა თქმა უნდა იცვლება, ეხლა დეკემბერში და იანვარში იყო ყველაზე ესეთი დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ დღესაც სწავლს და ახალ წელს და იმას უკავშირდებოდა და ეხლა თებერვალში მოლოდინი გვაქვს რომ ისევ მეტი ადამიანი გაერთიანდება ჩემი შვილების ირგვლივ და თან კიდევ ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული კამპანია არის იმიტომ რომ აი ამ ჩვენ ყოველთვიურად შეხსენებით ჩვენ ადამიანებს ვახსენებთ რომ აი რაღაც დავაარსეთ რომ 13 არის სიკეთის დღე და აი ამ სიკეთის დღეს არა მხოლოდ ბერი ანდრიას ფონდზე არამედ სხვა ფონდებზე შეუძლიათ იზრუნონ და ის მეორე ლარს თუ გამონახავენ ის მეორე ლარიც შეუძლიათ სხვაგან ჩარიცხონ და ეს ძალიან გვახარებს. ანუ არა მარტო ჩვენ თავზე და ჩვენს ბავშვებზე ვზრუნავთ ბერი ანდრიას ფონდზე, ჩვენ ვახსენებთ საზოგადოებას და мотиваციას ვაძლევთ, რომ მეორე ლარიც კიდე სხვას ვისაც თვითონ აირჩევენ იმათ ჩაურიცხოთ. დიახ. აი ქალბატონო თიანთი ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ და უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტირება. აი ამ კუთხით რამდენად არის ამაღლებული საზოგადოების ცნობიერება და რამდენად არიან ჩართული ამ პროცესში ის, ვისაც უკვე აწუხებს დაავადება, რამდენად დროულად იყო ჩარეული იმ პროცესში, რომ შეეტყო თავდაპირველად პირველ სტადიაზე ამ დაავადების შესახებ. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ რაღაც ეს კულტურა მაინც და მაინც არ აქვს და ამიტომ ძალიან აქტიურად სკრინინგის სხვადასხვა პროგრამებს უწევენ პოპულარიზაციას, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვადასხვა ორგანიზაციები და მე ვფიქრობ ზრდასრული დასრულმა ადამიანებმა შეიძლება უფრო ნაკლებად იზრუნონ ხო თავის თავზე. მათ უნდა ასწავლონ თავიანთ შვილებს, აი ჩვენმა თაობამ ხო ჩემზე პატარებმაც რომ წესად ვაქციოთ, რომ ბავშვს აუცილებლად მე მაგალითად მქონდა ესეთი წესი, რომ აუცილებლად წელიწადში 2 ჯერ ვუტარებდი სრულკვლევას მამა ანდრიას, ჯერ კიდევ როდესაც საერთოდ ჯამრთელი იყო და ესე ვზრდიდი მას. და ნუ რომ ამ ქვეყნად ყოფილიყო და დღეს ალბათ მასაც ექნებოდა უკვე ეს გამომუშავებული რომ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჯერ იმიტომ არის კარგი რომ ადრეულ ეტაპზე არა მხოლოდ ონკოლოგია, რა დაავადებაც არ უნდა იყოს, სახელმწიფოსთვისაც უფრო ნაკლები ხარჯი იქნება და თვითონ ადამიანისთვისაც. ცუდი არის ის უბრალოდ რომ დიაგნოსტიკა არ ფინანსდება და როდესაც ესე მომართავენ ჩვენ სრულ აი ამ დიაგნოსტიკაში ვეხმარებით ამ ადამიანებს და ბავშვებს, როდესაც მით უმეტეს არის ეჭვი ონკოლოგიაზე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გვიხარეთ, როდესაც ეს ეჭვი არ გამართლდება და ვუშვებთ ესე ბავშვს და ვეუბნებით მშობელს, რომ მას არაფერი არ ჭირს. თუმცა ძალიან დიდი ხარჯი არის ეს ყველაფერი და კარგი იქნებოდა რომ აი ეგ ყოფილიყო, რომ დიაგნოსტიკა ყოფილიყო უფასო, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა. თუმცა ადამიანების და კომპანიების დახმარებით, მადლობა ღმერთს ვახერხებთ ამ მნიშვნელოვან სხვადასხვა დაფინანსებებს
რაც არის მოთხოვნა, რაც აქვთ მშობელს და ბავშვს, სხვადასხვა ოპერაციებიც არის ისეთი, რაც ვერ ფინანსდება. მაგალითად, ეხლა ჩემს ერთ-ერთ შვილობილს ესეთი უნიკალური ოპერაცია უნდა ჩაუტაროთ, რაც ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა, სიძულის პრობლემა აქვს და ძვალი უნდა დაიპრინტოს ისრაელში და იქიდან უნდა ჩამოვიტანოთ და უნდა გადაუნერგოთ მას, იმიტომ რომ უკვე 4 ოპერაცია ჩატარდა და მუდმივად რეციდივი ვითარდება. ეს არის მისთვის, რაღაც მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა და სამწუხაროდ ეს არ ფინანსდება და ამის თანხების მოძიებაც ახლა ფონდს მოუწევს და მე იმედი მაქვს, რომ ამ 131-ის კამპანია როგორც ახსენეთ, ბრძოლას და განწყობას აქვს უმთავრესი მიზანი და ამ განწყობითაც არის ხომ ბუნებრივია ის ადამიანი, ვისაც საუბრობთ. ამ შენართებაში და ამ განწყობაში ქალბატონი თინათინი და ის 18 ადამიანი თქვენთან ერთად უწყობს ხელს ნამდვილად, როგორც გადაცემის დასწრიში აღნიშნეთ თქვენ, რომ აუცილებელია ის დადებითი ემოციები ყოველდღიურად ამ ბავშვებისთვის. მე მქონია შემთხვევა, როდესაც წავიყვანეთ ბავშვები ზაფხულში ზღვაზე, ზღვიდან რომ ჩამოვიყვანეთ, მისი ყველა ეს წარმონაქმნი იყო დაპატარავებული. აი იმ კარგი და ეგეთი ბედნიერი ემოციებისგან საერთოდ არც კი ახსოვდათ, რომ ავად იყვნენ და ჩემთვის ყველაზე ესეთი შეფასება არის ის, რომ ერთ-ერთმა ჩემმა შვილობილმა მითხრა, რომ არც კი მახსოვს აქ რატო არ. აი ეს იმდენად გამიხარდა, მივხვდი რომ ის სწორ გზაზე ვდგავართ და სწორად ვიქცევით, რომ ბავშვს არ ახსოვს, ხო, თან კიდევ ხომ კურნალობს და აი ზოგჯერ სულ დამავიწყდება ხოლმე აქ რატომ ვარო. ერთ-ერთმა თქვა, რომ კი გული მეტკინა, მაშინ ცოტა გული დამწყა, რომ რა კარგია რომ კიბო დამემართავ, მე რატო თქვი მეთქი შვილო. აბა აქ ხო ვერ მოხვდებოდიო, ამდენ კარგ ადამიანს ვერ გავიცნობდიო და ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალაო, არ იყო პატარა ასაკის და მან ძალიან ესე მკაფიო და გააზრებულად თქვა ეს წინადადება. დღეს უკვე მეუღლე ყავს, შვილი ყავს და ძალიან მიხარია, მაგრამ ეს მისი სიტყვები არასდროს არ დამავიწყდა. და აქვე ისიც ვუთხრათ მაყურებელს, რომ გარდა კამპანიის 111 ასევე შეუძლია თქვენი მომსახურებით ისარგებლონ, გულმძღოლობ იმას, რომ როგორც გვახსოვს არაერთხელ გვისაუბრია, რომ გაქვთ საკონფერენციო დარბაზიც, ასევე ტრენინგებსაც ატარებთ და ამის შესახებაც თქვათ და დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. მადლობა ძალიან დიდი, თქვენ როგორ კარგად იცით ჩვენზე ყველაფერი, კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო. ჩვენ არა მხოლოდ საკონფერენციო დარბაზით შეგვიძლია მოემსახუროთ ადამიანებს და ძალიან აი ახლა ხანს ქონდა სულ კონფერენციაც სამედიცინო და შემოსული თანხა რა თქმა უნდა ისევ ბავშვებთან რჩება, ასევე გვაქვს ტრენინგ ცენტრი, სადაც სამედიცინო მიმართულებით საექნო ასოციაცია ნუმანი არის ჩვენი პარტნიორი და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ დაუს, რომელიც აი რამდენი წელია უკვე ჩვენს გვერდში არის, ვერც კი ვითვლი. და ასევე სხვადასხვა მიმართულებითაც ვატარებთ, მაგრამ ყველაზე ისეთი ახლა აქტუალური და ყველა კომპანიას ჭირდება სიცოცხლის გადარჩენის ალგორითმი არის პირველად გადაუდებელი დახმარების ტრენინგი და მე მინდა ვთხოვოთ თქვენი გადაცემის მეშვეობით კომპანიებს და ადამიანებს, რომ ჩვენ დაგვიკვეთონ, იმიტომ რომ უდიდეს სოციალურ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, თან იმ ცოდნას წაიღებენ, რაც მათ ჭირდებათ და საოცარი ტრენერები გვყავს. და თან კიდევ ჩემ შვილობილებს დაეხმარებიან ამით და ესეთი მოკრძალებული თხოვნა არის ჩვენი ტრენინგ ცენტრი, რომ შეარჩიონ ამ ადამიანებმა და კომპანიებმა. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონ თინათინი. თქვენ და გამოჯანმრთელი მოსურვებთ თქვენ შვილობილებს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი ქალბატონი თინათინი ჭღვინიანი.